აღდგომა ჩაქაფულის გარეშე ალბათ არავის წარმოგვიდგენია. მოდით ერთად მოვამზადოთ ჩაქაფული. ავიღოთ მწვანილები, რაც ჩამოთვლილი მაქვს აღწერაში, კარგად გავრეცხოთ და შევდგეთ მის დაჭრას. უმჯობესია თუ იქნება ახალი ხახვი, ახალი ნიორი. მე უკეთებ ნიახურსაც და წიწმაწსაც. და ეს ყველაფერი შემდეგ ერთად კარგად ამოვურიოთ და გადავდოთ გვერდზე. ავიღოთ ასევე ტარხუნა. ხო არ დაგვავიწყდეს ტყემალი, რა თქმა უნდა. ავიღოთ ტარხუნა, გავაცალოთ ფოთლები და გამოვიყენოთ ისე. პირველი ფენა მოვაყაროთ ქვაბში მწვანილები და შემდეგ დავდოთ ხორცი. მე გამოვიყენეთ ცხვრის ხორცი, რადგან ჩემ ოჯახში ყველას გვიყვარს ცხვრის ხორცი. უმჯობესია იყოს ნეკნის ნაწილი და კისრის რბილი, ძალიან უხდება ჩაქაფულს. შემდეგ დავდეთ ტყემალი, შემდეგ ისევ ხორცი, ისევ მწვანილები, ტარხუნა, ტყემალი და ასე ფენა. ბოლო ფენა უნდა იყოს მწვანილების აუცილებლად. პირველი ფენა და ბოლო ფენა არის მწვანილების. ასე გამოიყურება ჩვენი კოხტა ჩაქაფული და შემდეგ დავამატოთ თეთრი ღვინო. ასე დაიწყო დუღილი ჩვენმა ჩაქაფულმა და ისეთი საოცარი არომატი გაუშვა. ხარშოთ მზაობამდე, არ ჭირდება წყალი, სრულიად საკმარისი იქნება 750 მილილიტრი ღვინო. ქრისტე აღსდგა, გილოცავთ მეგობრებო აღდგომას და ესწარით მრავალს.